პრეზიდენტის მიერ დასახელებული ორი პიროვნება, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის თქმით კავშირი ჰქონდათ ადამიანების წამების ორგანიზების ფაქტებთან, ვინ არიან ლევან ქარდავა და დავით ჩხატარაშვილი. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ყოფილ მაღალჩინოსნებს პირადად არ იცნობდა, თუმცა მათსა და ახალ ხელისუფლებას შორის მჭიდრო პარტნიორობაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, ლევან ქარდავას 2011 წელს ერთლარად კოჯერში მიწა პრეზიდენტის განკარგულებით გადაეცა. ექსპერტი კახი კახიშვილი კი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ჩხატარაშვილს პრეზიდენტის ორდენი აქვს მიღებული. რა კავშირებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი და რას პასუხობს მას ხელისუფლება სოფო ოხანაშვილი გიამბობთ. ვინმე ჩხატარაშვილი და მეორე ლევან ქარდავა პირველი კუდის ფაქტობრივი უფროსი და ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც ჩვენ მთავრობას გადმოყვა შევარდნაძის მთავრობიდან. სამეგრელოში აღმოჩენილ მასალებზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროინდელ ორძალოვან მაღალჩინოსანს, მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს და კუდის ყოფილ ხელმძღვანელს აკისრებს. ქვეყნის პირველი პირის თქმით, დღეს ეს ორივე ფიგურა მთავრობასთან დაახლოებული პირია. პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. ორივე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთან. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი დღევანდელი საქართველოს მთავრობის ხუხაშვილის თავარი ჩევლის და ბიზნესში თავარი ახლა ბატონ პატრონის, ლევან ქარდავა კუდის ყოფილი უფროსი არის ის ადამიანი, რომელიც მაგალითად საქართველოს პარლამენტში ჩვენი ფრაქციის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკებად აიძულებს, რომ გავიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან. ეს ორი ადამიანი იყო საუბედუროდ იმ ბევრი უკანონობის ჩამდენი, როგორც ახლა ირკვევა, ამ დანაშაულის ჩამდენები უნდა უმკაცრესად დაისაჯონ. ქვეყნის პირველ პირს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი სამპუნქტიანი წერილით პასუხობს სისტემურ დანაშაულსა და პრეზიდენტის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. მიხეილ სააკაშვილმა რამდენიც არ უნდა ახსენოს ახლა სხვა გვარები და არ დაიწყოს გადაბრალება სხვებზე, მე ვფიქრობ, რომ ის ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მაქვს ლაპარაკი ვერ გაექცევა, იმიტომ რომ მთელმა საქართველოს მიცის, რომ ეს იყო ვერტიკალი, სადაც ყველაფრის შეთანხმება ხდებოდა ვანო მერაბიშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან, ზურაბადეიშვილთან. ამ მასშტაბის წამება ხდება ჩემი აზრით მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამის პოლიტიკური დაკვეთა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხატარაშვილი მუშაობდა პროკურატურაში. თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პიროვნება ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, ეს არის მისი მხრიდან იმის აღიარება, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და მთელი სახელმწიფო მანქანა აწამებდა, აუპატიურებდა და ამ გზით იღებდა სასურველ აღიარებით ჩვენებებს. ჩხატარაშვილთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ მას ჩემთან არასდროს არ უმუშავია, არ მუშაობს ამჟამად და არასდროს იმუშავებს მომავალში. პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. თუ ჩვენ ვილაპარაკებთ სისტემურ დანაშაულზე, მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დღეს ეს დანაშაული ხდება ყველა განყოფილებაში, როგორც ეს იყო 2003 წელს. ნაციონალური მოძრაობის, ისე როგორც პრეზიდენტის და ამაზე ილაპარაკა პრეზიდენტმა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ ჩვენ ვერ მივიყვანეთ ბოლომდე ის რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და სისტემაში დარჩნენ ის კადრები, რომლებიც იყვნენ 2003 წლამდე. დავით ჩხატარაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე წლების განმავლობაში მუშაობდა. 2010 წლიდან 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე მას მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა. ჩხატარაშვილი ხუხაშვილის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მედიაში 2013 წლის იანვარშიც გამოჩნდა. ხუხაშვილი იმ პერიოდში უარყოფდა ჩხატარაშვილთან მუშაობას. მაშინ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით სააკაშვილის ყოფილმა ძალოვანმა მაღალჩინოსანმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მოამბე პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში დაადასტურეს, რომ ჩხატარაშვილი ადეიშვილის საქმეში მოწმის სახით დაიკითხა, თუმცა ჩვენების დეტალები არ გაახმაურეს. ლევან ქარდავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად 2012 წლის ივლისში დაინიშნა. მაშინ მედია წერდა, რომ კუდის ხელმძღვანელის პოსტი ბაჩუ ახალაიას მარჯვენა ხელმა მეგის ქარდავას ძმამ დაიკავა. ლევან ქარდავა 2012 წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესოს ურმავას გადაცემის ეპიზოდზე ცხა ძალოვან მაღალჩინოსანთან ერთად დააკავეს. მას პროკურატურა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. იანვარში ქარდავა 30,000-იანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზი გაათავისუფლეს. დღეს მოამბე ქარდავას სახლში მივიდა. გამარჯობა, ჩვენ პირველი არხიდან ვართ. ბატონ ლევან ქარდავას ვეძებთ. აი, მოგებათ არხი და რამე დაგიგავშით. იცით რა, სიუჟეტს ვამზადებთ დღეს გუშინ პრეზიდენტის განცხადებაზე და გვინდოდა რომ გავსაუბრებოდეთ.
ხოლო ერთი კვირა არ ვნახეს. ისე თბილისშია? მე ერთი კვირაც კი ვნახე თბილისში. ლევან ქარდავას ადვოკატი პრეზიდენტის ყველა ბრალდებას უარყოფს. არავის გადაბირებას, არავის დაშანტაჟებას ლევან ქარდავა არ ახდენს. ის ერთ-ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გახლავთ ბრალდებული. წაყენებულ ბრალდებაშიც კი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და აი რომელ თანამშრომლობაზე არის საუბარი, ჩემთვის არის ძალიან გაუგებარი. ამ ადამიანს არც ვიცნობდი, არ ვიცოდი ვინ იყვნენ ბოლო დრომდე. პრეზიდენტის ამ განცხადებას საერთაშორისო გამჭვირვალობა ქვეყნის პირველი პირის მიერ 2011 წლის 16 ნოემბერს გაცემულ იმ განკარგულებას უპირისპირებს, რომლითაც ლევან ქარდავას ერთ ლარატკო ჯორში მდებარე 2501 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. სააკაშვილის მიერ ლევან ქარდავასა და შხატარაშვილის ნაცნობობის უარყოფას აბსურდულს უწოდებს ექსპერტთა ნაწილიც. რა იყო, როგორ იყო, რომ არ იცნობს შხატარაშვილს, რომ არ იცნობს ქარდავას, როგორ დააჯილდოვა ერთის და მეორეს ღირსების ორდენით, როგორ გადასცა 1000 გექტარი მიწა ერთ ლარად, ეს ყველაფერი იქნებ ჩვენებაში ასახოს. როდესაც პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის საერთოდ არ იცნობს ლევან ქარდავას, მაშინ გაურკვეველია თუ ესეთი ქონება რა მიზნით გადაეცა მას. საერთოდ პირდაპირ მიყიდვა გულისხმობს რაღაც პირობების არსებობას. ეს უნდა იყოს აუცილებლად საზოგადოებრივი საჭიროებისთვის და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. სამეგრელოში აღმოჩენილი მასალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. უმრავლესობის წევრების ნაწილი პრეზიდენტის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა სპეციალური სამალავისადაც დიდი ოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები. იარაღი დასაჭერ პირთასია და ვიდეო ფირები ინახებოდა. სამალავებში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს გია ხუხაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა წამების სამსახურ კადრებთან მიმართებით სწორედ პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სახელი ახსენა. გია ხუხაშვილის განცხადებაში ნათქვამია: "როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ახერხებს და ერთ წინადადებაში სამტყულს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია, მაგრამ დღეს ვფიქრობ, ეს უფრო მისი პირადი ტრაგედია და საბედნიეროდ სახელმწიფოს უკვე ვეღარ აზიანებს. არა იმიტომ, რომ მის მიერ ჩემი გვარის ხსენება მაშკარა ცილისმწამებლურ კონტექსტში რაიმენაირად ღირსება შემილახა, არამედ უბრალოდ ინფორმაციისთვის. ჩხატარაშვილთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ მას ჩემთან არასდროს არ უმუშავია, არ მუშაობს ამჟამად და არასოდეს იმუშავებს მომავალში. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხატარაშვილი მუშაობდა პროკურატურაში. თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პირი ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, ეს არის მისი მხრიდან იმის აღიარება, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და მთელი სახელმწიფო მანქანა აწამებდა, აუპატიურებდა და ამ გზით იღებდა სასურველ აღიარებით ჩვენებებს. ბიზნესის ტერორი ეს იყო მისი ხელისუფლების კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. მე ვამაყობ ზუსტად იმით, რომ ამ თვეებში გავაკეთე ყველაფერი სხვებთან ერთად, რათა ბიზნესი გათავისუფლებულიყო იმ კრიმინალური მეტასტაზებისაგან, რომლითაც გაჟღენთილი იყო ქვეყნის ეკონომიკური ქსოვილი. მე არ ვუჩივლებ სააკაშვილს პატევისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის, რადგან როგორც ადამიანს ამ ქვეყნის მოქალაქეს მჯერა, რომ არც თუ შორეულ მომავალში მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულზე მოუწევს პასუხისგება, ამბობს გია ხუხაშვილი. განცხადება, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ამ წერილით უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გააკეთა. ორი მთავარი ფიგურა კონსტიტუციური უშუალობის დეპარტამენტის. ვინმე ჩხატარაშვილი და მეორე ლევან ქარდავა, პირველი კუდის ფაქტობრივი უფროსი და ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც ჩვენ მთავრობას გადმოყვა შევარდნაძის მთავრობიდან, სამწუხაროდ დავტოვეთ და ძველი ცოდვები როგორც ჩამოაწერეს მას ჩვენ დროსაც და ლევან ქარდავა, რომელსაც ამ მთავრობამ ყველანაირად შეუწყო ხელი, ორივე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალმთავრობასთან. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი დღევანდელი საქართველოს მთავრობის ხუხაშვილის თავარი ჩევლის და ბიზნესში თავარი ახლა ბატონ პატრონის და უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურის საქართველოს მთავრობის სამწუხაროდ ჩხატარაშვილი არის მისი მარჯვენა ხელი, ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების დღესდღეობით, ხოლო ლევან ქარდავა, კუდის ყოფილი უფროსი, არის ის ადამიანი, რომელიც მაგალითად საქართველოს პარლამენტში ჩვენი ფრაქციის, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, რომ გავიდნენ ნაციონალურ მოძრაობიდან. და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, დღევანდელ მთავრობასთან. ეს ორი ადამიანი იყო საუბედუროთ იმ ბევრი უკანონობის ჩამდენი, როგორც ახლა ირკვევა. იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად. ზონა